გამარჯობა თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით ეთერში სანამ ჩემ ძალიან საინტერესო სტუმართან გადავიდოდე გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გულე სპორტი და კომენტაროთ გააზიაროთ ჩვენი ვიდეოები მოიწონოთ თქვენი უკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ასევე ჩვენი სპონსორების შესახებ Ronix-ი საამშენებლო ხელსაწყოების კომპანია რომელიც ნებისმიერ ფაზზე და ნებისმიერ მოთხოვნაზეა მორგებული და სპორტული სახუების კომპანია ჯაკა სპორტი. აქვე გეტყვით გათამაშების შესახებ ჩვენი 5000 გამოვწერის შემთხვევაში ჩვენ გავათამაშებთ PlayStation-ს. ახლა რაც შეეხება ჩემს სტუმარს, წერალი დათო ტურაშვილი, დიდი მადლობა დათო პირველ რიგში იმისთვის, რომ ეს პატივი დამდე და მოხვედით ჩემთან სტუმრად. ჩვენ ერთმანეთს როგორ ხარ პირველ რიგში? არა მიშავს დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა და ეს აუცილებლად მინდა რომ გაუშვათ, რომ არ მაქვს უფლება რომ მივიღო სვის გადაცემებში მონაწილე, იმიტომ რომ ჩემი გადაცემა არსებობს YouTube-ზე და აკრძალული მაქვს გასაგები ახლა სპონსორები რატო არიან წინააღმდეგი და ეს არის ერთ-ერთი გამონაკლისი, რომელიც ისა დაუშვეს ლევან ჯაფარიძემ თხოვა და მისი თხოვნა მივიტანე იმ ადამიანებზე თან ვისაც დამოკიდებული ეს და მოკლედ არის გამონაკლისი ამას იმიტომ მინდა რომ გაუშვათ რომ უამრავი ადამიანი მეკავშირდება ვინც ასევე მთხოვს რომ მივიღო გადაცემაში სიამოვნებით მივიღებ სამსახური მე არა მაქვს საქმე მე არა მაქვს ყველგან მისვლა მიხარია და არსად არ მეზარება მისვლა უბრალოდ არ ლაპარაკიც გიყვარს შეთანხმებას ლაპარაკი სიამოვნებაში არ მიყვარს მაგრამ ეს სხვებს გრონიათ რომ ლაპარაკი მიყვარს მაგრამ უარის თქმა არ შემიძლია არ მიყვარს თორსა ადამიანს უარი თქმა მაგრამ ამას იმიტომ ამბობ რომ მერიდება ამ ბევრი ადამიანი თხოვს რომ მივიდე მასთან გადაცემაში ვერ მივიდივარ ჩემზე არ არის დამოკიდებული თორე სიამოვნებით მივიდოდი ამიტომაც კიდევ უფრო ძვირფასია ჩემთვის ეს სტუმრო ეს გამონაკლისი მოთხოვდა ლევან ჯაფარიძის დამსახურებით მან თხოვა და ამიტომ ერთი თვე წვალობდი რომ დამეთანხმებინა ჩემი დირექტორები ჩემი პროცესები დათო მე არ ვიცი რამდენად გახსოვს ჩვენი ბოლო ინტერვიუ დიდი ინტერვიუ შედგა რადიო ჯაკოს ეთერში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე მახსოვს კაი მეხსიერება სხვადასხვა ისეთი რამეები მახსოვს რავი მაგის დამახსოვრებას რა გაუნდო ხო და ძალიან სიმბოლურია რომ 8 წლის შემდეგ ისევ მსოფლიო ჩემპიონატის კი 8 წელი გავიდა ხო პერიოდში გვიწევს შეხვედრა და ბუნებრივია ეხლა როცა მსოფლიოში ამხელა საფეხბურთო მოვლენა მიმდინარეობს ამას გვერდს ვერ აუვლით მე უბრალოდ შენი დამოკიდებულება მაინტერესებს როგორ უყურებ 48 გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატს და საერთოდ აი სტარტით რამდენად კმაყოფილი ხარ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა გავიმეორო რომ გასაგებად ახსნა აქ რატო აღმოჩნდა როგორ აღმოჩნდი რომ არის ფიქრობ რომ სხვებთან არ მივდივარ და აქ მოვედი მოკლედ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული და ბოდიშ ვუხდი ყველას ვისაც შეიძლება უნებლიეთ ვაწყენინე და აქ მოსვლით და რაც შეეხება ჩემპიონატს პირიქით ძალიან მომწონს მე მახსოვს რომ იწყებოდა ჩემპიონატი ამბობდნენ ჩემპიონატის წინ რომ აი რამდენი გუნდია და არ იქნება კაი ჩემპიონატი არის გადასარევი ჩემპიონატი ისეთი თამაშებია რომ აი ნამდვილი სანახაობაა და სხვა შორის ეს რაოდენობა შეიძლება ხა 48 ისე ჟღერდეს რა ქვია. არასასიამოვნო რიცხვი მოგეჩვენა, ნუ ბევრი მაგრამ არაფერი გეძებდი ხო ხედავთ როგორ შეიცვალა სამყარო ამ ჩემპიონატს უკვე რაც ვნახეთ თქვენ ვერ იტყვით რომელიმე გუნდზე რომ განსაკუთრებული სუსტია და არ ეკუთვნოდა იქ მოხვედრა ან ისა რა ქვია. დიდი კონტრასტი არ არის ძალიან დიდი კონტრასტი ხა გერმანიამ წააგო გუშინ მაგალითად განთორებული რაზეა ლაპარაკი რომ ვინ შეიძლება და ისა გამოესწრო ამ თამაშის ვინ შეიძლება და ეთქვა რომ გერმანია წააგებდა მაგრამ ხო წააგო ხო და იმის თქმა მინდა რომ ეკვატორთან ხო აი წარმოვიდგინეთ ხა რომელი დაიჯერებდა ქართველი ან არა ქართველი მსოფლიო ჩემპიონატი რომ ეკვატორი გერმანიას მოუგებდა მაგრამ ასეთი რამე ხდება ჯერ ესეთი ბევრი მიზეზის გამო ჯერ ესეთი იმიტომ რომ ფეხბურთი განვითარდა და ადამიანებმა ისწავლეს აზროვნება ფეხბურთსაც ჭირდება აზროვნება სხვათა შორის და მივხვდე როგორ შეიძლება ეთამაშო გერმანიას ან ბრაზილიას ან ნებისმიერ გუნდს ან ინგლისს მაგალითად ხო ნახეთ ინგლისის და ეს განას თამაში ხო ნახეთ ხო და ნუ მივხვდე ახლა კაბოვერდე იქ ცალკე თემაა ეგ ცალკე თემაა გასაგები მე გეუნები განაზე სადაც ყველას გონდა რომ განა არ გუნდი სადაც სირბილი შეუვლეთ იმიტომ რომ ლომებს დაძდევენ იმერა კუჩი ხელს კიდემენ და თურმე აზროვნებად შეუძლიათ ისე რომ ინგლისელი ვერ მოუგეს ხო ამიტომ სანახაობრივია არაჩვეულებრივი მატჩებია აი ვერ გაძღები მოკლედ და ყოველდღე ფეხბურთი სადაც დიდი დღესასწაული და ყოველდღე რო გაქვს ასე დღესასწაული
არის დიდი ბედნიერება, დიდი სიამოვნება, ვისაც ფეხბურთი უყვარს. საოფლიოში არ არსებობს ფეხბურთზე სახალხო და მასიური სანახაობა და ყველაზე მეტი მაყურებელი ყავს ფეხბურთს. ესია, ასეთი მარტივი და გენიალური გამოგონება ხსენებული ინგლისელების დამსა. ეხლა მე რატომ აქვს ფეხბურთს აი იმხელა გავლენა საზოგადოებაზე, აი იგივე გამაერთიანებლის ფუნქციასაც აი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები შეუძლია რომ გააერთიანოს და არც ერთ სხვა სფეროს ეს არ შეუძლია. ხო თქვი, ეს თქვი უკვე, მაგრამ გავიმეორებ სიამოვნებით, არ არსებობს ამ სამყაროში უფრო მარტივი და იმავდროულად გენიალური გამოგონება, ამიტომაც არის ასეთი სახალხო და მასიური, იმიტომ რომ მარტივია, ანუ ადამიანი ერიდება სირთულეს. ეს არის მარტივი სანახაობა, მაგრამ უზარმაზარი სიამოვნება. მაგრამ კალათბურთიც არის მარტივი სანახაობა. კალათბურთი არ არის ესეთი მარტივი და რაგბი მით უმეტეს. იმდენი წესი აქვს, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაგბის ყველა წესი იცის. მე მგონი ნიკა ამაშუკელია ერთი, ვინც ეს იცის და ზალიკო გიგინეიშვილი ყავდა, ნიკა ჯვარიწერია, ჩემი ნათლულია. გალიკო გიგინეიშვილი გარდაიცვალა. ანუ ყველა წესი ვინც იცოდა, დედამიწაზე არავინ არ იცის. ეხლა წარმოიდგინეთ, იმასთან შედარებით ფეხბურთი რა მარტივია და რაც მთავარია. არც ერთ სხვა სპორტში ასეთი განწყობა არ უჩნდება ადამიანს სიმარტივიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ადამიანს გონი რომ თვითონაც სპეციალისტია ფეხბურთის. ანუ რა უნდა ფეხბურთის თამაშის ყველა ასე ფიქრობს. საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით, მაგალითად, ქართულ ფეხბურთთან, ყველანი ჩვენ ვართ ფეხბურთის სპეციალისტები, ვილის სანიონის გარდა რა საკვირველია. ამიტომ ესეთი გამოგონება, ესეთი გენიალური და მარტივი, რომ ყველა შეუძლია აგიხსნას რატო წააგო ამ გუნდმა, რატო მოიგო იმ გუნდმა, რა არის საჭირო რომ მოვიგოთ, ან რა არის საჭირო რომ წავაგოთ. ვინ უნდა შეუშვათ შეცვლაზე და რა შეცდომა დაუშვათ? ეს ყველა შეუძლია საქართველოს ხო საერთოდ ყველა შეუძლია. ანუ არც სწავლა უნდა ქართულს ასე გონია, არც მეცადინეობა, ისედაც იბადება ფეხბურთის ცოდნით და ამიტომ ეს მარტივი და გენიალური. ამიტომ ამას ვერაფერი ვერ შეედრება. მე რაც არ მომწონს, სხვათა შორის ვიტყვი რა, ეხლა სოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით. ეხლა 4 წელი ველოდები ხომ, მე ასე ჩემსავით უამრავი ადამიანი ელის 4 წელიწადში ერთხელ სოფლიო. რაც არ მომწონს, იმასაც ვიტყვი და მომწონს როგორც დღესასწაული და ძნელი ახლა ყოველი ღამე გაათენო და მაგრამ კიდე კაი გამოგონება ეს ისა რა ქვია. გადახვევა. გიორგი რამიშვილის დამსახურებით გადაახვე და დილით უყურებ. იაპონია, შვედეთი მაგალითად ისე მიდოდა ნახვა, მაგრამ შევატყე რომ ხო იცი ხო რო წაიღებ ძილბურანში რომ გადაინაცვლებ ხო და მე დილით უყურებ. ხო და რაც არ მომწონს სამწუხაროდ, აი ამას სულ ვიმეორებ და მინდა თქვენი ისეც გამოვიყენო ეთერი და შესაძლებლობა რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები. ადამიანი ნიშნავს იმას, რომ უშვებს შეცდომას. ყველანი უშვებთ გრამატიკულ შეცდომებს, რასაკვირველია. მაგრამ არ შეიძლება ისეთი აზრობრივი შეცდომები დაუშვათ, როგორც ჩვენს ფეხბურთის წამყვანებს თავის თავს კომენტატორებს უწოდებენ. ეს არის გამორიცხული, ასეთი რამე არ შეიძლება, რაც ხდება, რაც მესმის. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ხალხი, ვინც შეიძლება იზრუნოს ჩვენს მშობლიურ ქართულ ენაზე, როგორც რუსთაველი ამბობს ტკბილ ქართულზე. არავინ დედამიწაზე სხვა არ მოულის და მოუფრთხილება მარტო ჩვენ. არავინ არ ლაპარაკობს ამ ენაზე. ამიტომ ყველა წამყვანს ტელეგადაცემის იქნება თუ ფეხბურთის წამყვანს ანუ გაღიზიანებთ ეს უცხო სიტყვები. უნდა უცხო სიტყვები არ მაღიზიანებს, გეტყვით რა მაღიზიანებს. უცოდინე რომ მაღიზიანებს. უნდა ესმოდეს რომ საჯაროდ ამდენი ადამიანის გასაგებად რომ რაღაცას ამბობ, შენ ისეთი ძალა გაქვს ტელევიზიას ეს აქვს, ისეთი გადამდებია შენი შეცდომა რომ იმას მე ყველა იმეორებს და ეს ჩვენ ენას ზიანს აყენებს. შეცდომაზე არ ვიზიანებ, მე სხვა ადამიანი ვარ, ყველანი უშვებს შეცდომებს, ყველანი. ყველანი გამორიცხულია, აკაკი შანიძე ამბობდა, ყველაზე დიდი მცოდნე ქართული გრამატიკის, რომ გრამატიკული შეცდომა მეც მომდისო. გასაგებია, მაგრამ აზრობრივი შეცდომა რატო უნდა დავამკვიდროთ? თანამედროვე ქართულში სეივი, მეკარებს სეივი განახორციელა, რა უბედურება 100 წლის წინ ფეხბურთი ხო იცით ფოთიდან შემოვიდა ნამჭედელის გენიალური ფილმიდან. გვემახსოვრება, ინგლისელებმა შემოიტანეს. ფეხბურთთან ერთად შემოიტანეს ტერმინებიც, ანუ სიტყვები, ლექსიკა თავისი მოყვა იმ ფეხბურთს, მაგრამ ჩვენ საუკეთესო ქართული ტვინები შეიკრიბნენ და შესატყვისები მოძებნეს და ჩაანაცვლეს. მეკარეს ქვია, ისა მეკარე გაჩნდა ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟაფშაუს, ეს იმ ადამიანების, იაკობ გოგებაშვილის, იმ ადამიანების დამსახურება კონსტანტინე გამსახურდეს გამიზნულად და განზრახ შექმნეს, სადაც არ არსებობდა შესატყვისი, შექმნეს სიტყვები, რომ უცხო და ისა რა ქვია აგრესიული და სხვისი გავლენა არ ყოფილიყო ისა რა ქვია ადვილად მისაღები. აბა სხვანაირად როგორ ყველა ხალხი ცდილობს დაიცვას თავისი ენა. ჩვენ არ ვცდილობთ, ვერ ხვდებით რომ ეს ჩვენი მეკარემ განახორციელა სეივი არის ეს როგორ შეიძლება ამას ამბობდეს წამყვანი ფეხბურთი. რას ნიშნავს რომ სეივი განახორციელა, ვერ მოიგერიებს ბურთს, ვერ აიღებს ბურთს, თუ არ შეუძლია
საფეხბურთო მატჩის წამყვანს რომ ქართული შესატყვისი მოძებნოს, მაშინ უნდა ისწავლოს, მაგის წამოვიდეთ წიგნები სხვათა შორის. თუ ქართული ისეთი მდიდარია, იმდენი შესატყვისი აქვს, მეკარეს გოლკიპერი ეხლა ამბობენ ისე გუშინ უსმენთ თუ გუშინწი რომ კიპერმა ისა რა სეივი კიპერმა სეივი განახორციელა, რა უბედურება, რამდენი ისა საოცარი სიტყვა ქართულში და თუ ვისაც არ ყოფნის ქართულის ცოდნა და გონია რომ არ არის ქართულში, აგერ წამოვიღე მათთვის არაჩვეულებრივი გამოცემა, ვისწავლოთ მეგრული და ვისწავლოთ სვანური. ეს ხო ასევე ჩვენი მშობლიური წყაროა ჩვენ. ეს ვიცი მე. დიახ, არაჩვეულებრივი საქმე საკეთე. ანუ მეგრული ვიცი მე. მეც ვიცი მეგრული. მეგრულზე ხო არ გადავიდეთ ბარი. ო, ბებია ჩემი გაცოცხლდება. ხოთა შორის გრამატიკულად ძალიან ძლიერი ენაა. ყველანაირად ძლიერია ლექსიკურად რა არ არის იმდენი არის სიტყვები 20 შესატყვისი აქვს მარტო მეგრულში. ადექით ხალხო ქართული თუ არიცით ფეხბურთის წამყვანებს ისა მიუმართავ. თუ არიცით რომ სეივის შესატყვისი რომ ძალიან ბევრია ქართულში, მეგრულში და სვანურში მოძებნეთ, ესეც ხომ მშობლიურია. ის გამოიყენეთ თუ ქართული, თუ გოიმობა გონიათ მშობლიურ ენაზე, იმის რა ქვია, მეკარის თქმა ან იმის რა ქვია, მოგერიების თქმა. ეს თუ გოიმობა გონიათ და სეივი კაიპონტი გონიათ, აგერ აიღეთ მეგრული და სვანური და ამოიღეთ რამდენიც გინდა. რამდენი მარტო მეგრულში თითო იმას რა ქვია თითო სიტყვას სინონიმი აქვს ზოგს 10 ზოგს 20 ვერ წარმოვიდგინეთ რამდენად და სვანური არის ფეხბურთი მე-19 საუკუნეში მოიგონეს ნუ ინგლისელების ვერსიით მართალია იტალიელებს სხვა ვერსია აქვს მაგრამ სვანური ენა რო დაიბადა 10 ფეხბურთი არავინ არ იყო მარტო ზეწოდამზია იყვნენ დედამიწაზე მეტი არავინ თუ მაინც და მაინც სხვა ძველი ენა გინდა და რა ვქნა დავიღალე ამის ახსნით ეს რა არის რა საჭიროა მე ხო არ ვამბობ რომ ინტერნეტი გაუწიოთ ენა არის ბუნებრივი პროცესი ანუ ბუნებრივი ფენომენია ენას არ ჭირდება წინააღმდეგობის გაწევა ინტერნეტს ვებრძოლოთ სიტყვა ინტერნეტს აზრი არ აქვს წაგებული ბრძოლაა და ინტერნეტის არც უნდა გაუწიო ის დამკვიდრდა უკვე სეივი რატო უნდა ვთქვა მე კარო რომ ბურთს მოიგერებს სეივი რატო უნდა მე კიპერმა განახორციელა სეივი რა უბედურებაა მე კარო რომ ბურთს მოიგერებს აი მართლა მაინტერესებს ვინ მოიგონა ეს და იმეორებენ და იმეორებენ ხო გესმის ანუ იგივე ოფსაიდის შემთხვევაში ნუ ბევრი ტერმინია ესეთი თამაშგარი მდგომარეობა საქართველოს საუკეთესო ტვინები შეიკრიბნენ რომ მატარებელი რომ გაშთა და იმ მატარებლის ორთქმაოს რომ ქიში შემოყვა უამრავი სიტყვა მიხვდნენ ჭკვიანი ქართველები რომ ენას დაცვა უნდა ბრძოლა კი უნდა საკუთარ მე არ ინტერნეტს ხო არ გულისხმობ რომ მოდი ინტერნეტი დამთავრებული ამბავ ინტერნეტსა ენა არის ცოცხალი ინტერნეტი ცოცხალიო მას ჭირაობა არ ჭირდება მაგრამ აზრობრივი შეცდომა როგორ უნდა დაუშვა ასეთი რომ კიპერმა სეივი განახორციელა სხვათა შორის ახლა შეიძლება საფეხბურთო თემას გავცეთ მაგრამ მე ზოგადად საზოგადოების პრობლემა აი ახალთაობასაც თუ დააკვირდებით მუდმივად მეტყველებენ ინგლისური ტერმინოლოგიებით მაგას გიხსნით ზუსტად მაგრამ პრემიერ-მინისტრი იყო ერთი რომელიც დღეში 10 ჯერ ახლა ხო ხშირად ჩდებოდა ეკრანზე ტელეეკრანზე დღეში 10 ჯერ უშვებდა შეცდომას ამბობდა რამოდენიმე რაც ძალიან დიდი შეცდომა აზრობრივი შეცდომა გრამატიკული კი არ უნდა ვთქვათ რამდენიმე იმიტომ რომ რამოდენა სულ ადვილია თუ ადამიანი რო აზროვნებს ადვილად მიხვდება რატო არის რამდენიმე სწორი და რატო არის შეცდომა რამოდენიმე რამოდენიმე მოდის ეტიმოლოგიას უნდა დაუკვირდეთ რამოდენა ნიშნავს მოცულობითი ტერმინი მოცულობას და რამდენი ნიშნავს რიცხვს ამიტომ რამდენიმე ის პრემიერ-მინისტრი ყოფილი შეცდომით ამბობდა დღეში 10 ჯერ ზოგჯერ მეჯერ დაამკვიდრდა ახლა იმიტომ ხდება ხშირად რომ ამბობენ რამოდენიმე წამყვანი ისა საფეხბურთო წამყვანებიც მათ შორის რამოდენიმე ეს დიდი შეცდომა ხელისუფლების წარმომადგენლობა რომ არის მშობლიური ქართული ენა პრობლემაა გასაგები მაგრამ მე მაგას ვამბობ რომ ჩვენ ნუ დაველოდებით რომ ისეთი ხელისუფლება გვეყოლება რომ ქართული ეცოდინება და კიდე ბევრი რამე ეს დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ჯობია რომ ჩვენ თავს მოვთხოვოთ ყველამ პასუხისგებლობა ჩვენი ენაც ხო არის მარტო პრემიერ-მინისტრის ენა ხო ჩვენ ენას ყველა უნდა შეეცადოს რომ გაუფრთხილდეს ამის თქმა მინდა ბრძოლა არ ჭირდება ენას ჭირდება მოფრთხილება სხვათა შორის იგივე ხალხმა გააკეთა ეს აი დავაკვირდი ბოლო პერიოდში გონიათ რომ ქართულ ენაში ისე როგორც განსხვავებით სხვა უცხოენებისგან როგორც იწერება ისე იკითხება ძირითადად ქართულში ასე ხდება მაგრამ არსებობს გამონაკლისები ფეხბურთი არის გამონაკლისი იწერება რა მაგარია რომ მაგ თემას შეეწერება იწერება ესა რა ქვია ფეხბურთი მაგრამ გამოითქმის ფეხბურთი ეს ენამ მე მლანძღავენ ხოლმე ძალიან ხშირად ყველა გლანძღავენ ენამ თვითონ მოირგო ენა არის ისეთი ცოცხალი რომ ჩვენ აი რომ გონია რომ დავდივარ სინამდვილეში მტრები რო ვართ ბევრნი
იმასზე ცოცხალია ენა. ის თვითონ მოირგო. იწერება ფეხბურთი, გასაგებია, მაგრამ იკითხება ფეხბურთი. მოირგო, ეს სხვა სიტყვების შემთხვევაშიც მოხდა ქართულში. მაგრამ დააკვირდით და მოусმინეთ. როგორი ხელოვნურია რო ამბობენ რომ უნდათ რომ ფეხბურთი არ არსებობს. ქართულად არის ფეხბურთი, იმიტომ რომ ეს თვითონ ჩვენმა ტკბილმა ქართულმა როგორც რუსთაველებს ასე მოირგო. ბრძოლა არ ჭირდება და დაპირისპირება აზროვნება უნდა ენის შენარჩუნებას მოვლა უნდა და რაც თავარია არ უნდა გიწყდებოდეს აი მათ ენაზე არ უნდა გიწყდებოდეს მშობლიურ ენაზე სიტყვის თქმა და არ უნდა გეგონოს რომ თუ უცხო ენას ხელოვნურად ჩააკვეთებ და არა ბუნებრივად ის არის კარგი და მშობლიურ ენის გამოყენება არის გოიმობა აი პირიქით არის სინამდვილეში ხო გეს მაგის ახსნა მინდა თორე ძალიან დიდი მადლობა აი აგერ ბუბაკუდავას დიდი მადლობა გადასარევი არტანუჯი სხვადასხვა ლაზური ენაც აქვს უკვე გამოცემული როგორ ვისწავლოთ ლაზური იმედია აფხაზურსაც გამოსცემენ და ეს არის დიდი სიმდიდრე ეს არის შენაკადები დიდი მდინარეების და როგორც გინდათ ისე გაიგეთ და შურს იმ ხალხის სხვადასხვა მეგრული მეც იმიტომ ვიცი რომ ბებია მყავდა ერთი მეგრელი და ცეცხლითა და מחულით მასწავლეთ და მეგრულ ენას და ამიტომ მესმის მეგრული მეც გავლენები სვანური სწავლა მინდოდა მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გამიჭირდა მიუხედავად არ მიჭირს ენების სწავლა, მაგრამ როგორც გაირკვა და აღმოჩნდა და ჩვენი მეცნიერები სწორედ ამაზრის არიან, რომ იმდენად ძვერია, იმდენად არქაულია სვანური, რომ მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ სწავლა. ამიტომ მინდა ყველას ვთხოვოთ სვანებს, ვინც იცის სვანური, რომ ეს უნიკალური ენა, რომ დავკარგოთ, მარტო ჩვენ კი არა, დედამიწა დაკარგოს ისეთ საგანძურს, რომლის ანალოგი არ არსებობს. ამიტომ ბავშვებმა თუ არ ისწავლეს სვანური, დიდები ვეღარ სწავლობენ. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ოჯახებში შეინარჩუნონ როგორც მეგრელებს სხვა მეგრელები უფრო ინარჩუნებენ ვაკვირდები ნუ მეგრულ ენას არ აქვს ასეთი საშიშროება იმიტომ მეტნი არიან უფრო ღმერთმა ამრავლოს ისა მეგრელები და ამიტომ ოჯახებში ჯერ კიდევ სახლებში გასაგებია რომ თბილისში ეს არ ხდება მაგრამ სამეგრელოში ჯერ კიდევ მეგრულად ლაპარაკობენ სანამ ბავშვი წავა ქართულს იმიტომ რომ ბავშვისთვის ადვილია რა ბავშვი არის ყველაზე ღია და თავისუფალი ყველაზე ნიჭიერი და გონიერი და ის ადვილად სწავლობს. აი, სვანური სულ მეშინია რომ არ დავკარგოთ, საოცრებებს დავკარგავთ, აი ისეთ განს რომ პასუხს ვეღარ გავცემ შულიშულებს რომ რანაირად მოუახერხ. ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც სვანურად დაახლოებით 30000. ეს არის დიდი საფრთხე, დიდი საშიშროება. ნამდვილად. ასე რომ ბუბაკუდავას დიდი მადლობა. ამ არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოებია რა მოკლედ და ჩვენი ფეხბურთის წამყვანებისთვის თამაშებს ვინც უძღვება, მათთვის იქნება მისწრება პირველ რიგში, არა მარტო მათთვის, ყველასთვის და გამოვიყენოთ ხალხო, ოქრო ზოდები გვაქვს და ვერ ვიყენებთ და დავანებოთ თავი, რა ქვია, კიპერმა განახორციელა, რა ქვია, სეივი. რა არის? მოფიქრება არ გინდა ვინ მოიფიქრა ისე მაინტერესებს და როგორ გადამდებია იმეორებენ და იმ არც ფიქრობენ რას იმეორებენ გონიათ რომ ემოციურად რამე ისეთი იყო ამ სოფლიო ჩემპიონატზე რაც წიგს დაგაწერინა რა თქმა უნდა წიგნის დაწერა ასე ხდება სინამდვილეში ვინც არ წერს წიგს და ვინც არ არის მწერალი მათთვის ცოტა დაუჯერებელია მაგრამ ვინც ეხლა მისმენს და წიგს წერს და იცის რას ნიშნავს წიგნის ფენომენი რა არის ყველა დამეთანხმება რომ წიგნის დაწერის მიზეზი და საბაბი შეიძლება იყოს ნებისმიერი დეტალი რომელიც სხვისთვის ვინც წიგს არ წერს, იმისთვის არის უნიშნულო, მაგრამ წერილს ის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა ჩვენი ბავშვობის წიგნი იყო ყველას ჰქონდა მაშინ წაკითხული ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ასეთი საოცრება ეწერა დასაწყისში. რომ ვიქტორ ჰიუგო ყვებოდა როგორ დაწერეს ამ სისქე წიგნი იყო, რამხელა წიგნი. რომ კედელზე აღმოაჩინა ერთი სიტყვა, ის სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი რომ ეს წიგნი დამეწერა. ანუ იმ ერთმა სიტყვა იმოქმედა და სოფლიო ჩემპიონატზე იმდენი ამბები ხდება იმდენი საოცრებები ხდება რომ ფეხბურთის მწერლები სხვა შორის აი ახლა ბოლო წიგნი არ წამოვიღეთ თან იმიტომ რომ მერიდება ავტორის არმაზ ახვლედიანი ყავს ერთი ყავს ესე იგი არმაზ ახვლედიანი რომელიც პოლიტიკაშია და მე მგონია რომ ეგეთი სახელმწიფოდ მოაზროვნე მე არც ვიცი სხვა მე პირადად არ ვიცი სხვა ქართველი პოლიტიკოსი ამიტომაც ხო იცი სვაგდებენ ყველა იმიდან რა ქვია თავრობიდან იმიტომ რომ ეგეთ იმივით არის განსხვავებული მოვლენა რა, იმიტომ რომ იქ ხალხი რო სხვა საქმეზე მიდის, იქ უცებ რო აღმოაჩენო, კაც სახელმწიფოზე ფიქრობს, ის რა თქმა უნდა ხელი შეშლება გამოვაგდებენ ეგრე ხო. ხო და მეორე არის ჟურნალისტი და შესანიშნავი ის საფეხბურთო მწერალი არმაზ ახვლედიანი ისიც და დაწერა, ეხლა არ მითხარ ეგ წიგნიც არ მაქვს წაკითხული, რომ ჩამოვიხჩობ თავს დემონსტრაციულად. აი ეგეც არა? აუცილებლად წაიკითხეთ. დავალება მაქვს ორი წიგნის. არა, მომისმინე. მე მეგონა რომ გადაცემების წაყვანა მოგინდათ, იმიტომ რომ საფეხბურთო წიგნები წაიკითხეთ. ქვია ცოცხალი კედელი. აუცილებლად წაიკითხეთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი წიგნი, რაც დაიწერა
ფეხბურთზე ჩვენ ცოტა წიგნები გვაქვს, ხო იცი ფეხბურთზე ცოტა წიგნები გვაქვს. ყავდა მწერლები, მაგალითად ყავდა გურამ ფანჯიკიძე, ცხონებული, რომელიც მაშინ საბჭოთა პერიოდში ხო იცი ვერ მოხვდებოდი იქ ჩემპიონს და გურამ ფანჯიკიძე თუ არ ვცდები მწერალთა, იმის გამო რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ყოველ შემთხვევაში მას ჰქონდა ისა ბედნიერება და რამდენიმე სოფლიო ჩემპიონატზე მოხვდა და მისი წიგნები ახლაც მახსოვს, აი მე მაქვს სახლში არგენტინა მამაჩემს ჰქონდა და მემკვიდრეობით მაგ ფორცა იტალია და ფორცა იტალიაზე იყო, არგენტინის ცისქვეშ იყო, მექსიკის ჩემპიონატზე იყო, ხო მექსიკასიც იყო 86-ში. 86-ში ხო? მე მგონი იყო მექსიკაზეც ჰქონდა, კი. ხო, ჰქონდა, კი. და ამიტომ ხო და ეხლა არ წერენ ბევრს რა და უცებ ისე გამიხარდა არ მაზახვლიდან ის წიგნის ცოცხალი კედელი აუცილებლად მარტო ფეხბურთზე არ არის, აი ჩვენ სამშობლოზია რა. რას ნიშნავს ფეხბურთი ადამიანებისთვის და ჩვენის ქვეყნისთვის კონკრეტულად და ჩვენი სამშობლო ჩემი სამშობლო იყო ჩემ ბავშვობაში ფეხბურთი, იმიტომ რომ სტადიონი იყო ერთ-ერთი ადგილი, სადაც ჩემთვის საბჭოთა კავშირის რეჟიმი ქრებოდა და ვიყავი თავისუფალი. ანუ ფეხბურთი მჩუქნიდა ამ ბედნიერებას და სიხარულს და მე ვარ დიეგო ხო შენი ნათარგმნია ხო შენი დაწერილი არ არის, მაგრამ შენი ნათარგმნი წაკითხული მაქვს ხა ფეხბურთზე მაგას ეს დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნია და კი ბატონო მე ვარ დიეგო ჩემი თარგმნელი. კიდე ერთი წიგნი მინდა ფეხბურთზე გამოვცე და იმედია გამოვცემ. სამწუხაროდ იდეები ბევრი მაქვს და კიდევ უფრო სამწუხაროდ დრო ცოტა მაქვს და ამიტომ არ ვიცი როდის გამოვა ეს წიგნი, მაგრამ აუცილებლად მინდა ეს კიდევ ერთი წიგნი დავწერო, იმიტომ რომ ფეხბურთზე დიდი გავლენა, ფეხბურთზე შთამბეჭდავი, მასიური და სახალხო არაფერი არ არის და ასე რომ ფეხბურთი ძალიან კარგად ხსნის ჩვენს ამბავს, ჩვენს თავგადასავლას და ფეხბურთს შეუძლია ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და ამიტომ ეშლება ნერვები რომ ვერ მოხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე. აი ასე ხვიჩა ყვარაცხელიას და ქართული ნიჭის დღესასწაული იქნებოდა, აი დარწმუნებული ვარ და ეგ გამოვტოვეთ და ჩვენ კი არ გამოვტოვეთ მარტო. და რა სამწუხაროა, როცა ხვიჩას ესეთი წარმატებული საკლუბო სეზონი ქონდა, რომ სხვა შორის ხვიჩა ყვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატია და შეიძლება ბევრი რაღაცა შეიცვალოს იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ხვიჩა ყვარაცხელია არ არის. ხო, აი ნამდვილი საჩუქარი იქნებოდა, მე ვფიქრობ საქართველოსგან დანარჩენ მსოფლიოსთვის, რომ ენახათ ხვიჩა და ქართული ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან უბრალოდ ეს არ მოხდა, რეალური შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე როგორც მოვხვდით, ასევე შეგვეძლო მოხვედრილიყავით. სამწუხაროდ იმის გამო, რომ ნიჭს აღარ მივაყოლეთ გონიერება და ჩემი თვალთახედვით შენ რა თქმა უნდა ხა ბევრ ქვეყანას იცნობის ეს საფუძვლიერად, მაგრამ აი საფეხბურთო თვალსაზრისით მე მგონია რომ როგორც მშობლიურს ისე იცნობ ესპანეთს, არგენტინას და საქართველოს. აი ეს სამი ქვეყანა. აი მინდა აი შენი თვალით დანახული, აი როცა ჩვენ ვამბობთ რომ საქართველო არის საფეხბურთო ქვეყანა. აქვს თუ არა ამას რეალური საფუძველი, ამ აზრს და აი რა მსგავსება და რა განსხვავებები აი ამ სამ ქვეყანაში ფეხბურთთან დამოკიდებულების გაგებით. აი რო ვახსენე ლონდონი, აი მაშინ იყო ზუსტად BBC-ზე რომ მქონდა ეს ისა რა ქვია ინტერვიუ და მაშინ ისე მოხდა რომ დამპატიჟეს გამომცემლობაში ცნობილ გამოცემაში სადაც ზუსტად ამ შეკითხვით მომმართეს რომ რატო გონიათ აი შეგიძლიათ მითხრეს რომ აი მითხარით არგუმენტი რატო უნდა გამოსცენ ინგლისელებმა ქართულ ფეხბურთზე წიგნი და რატო შეიძლება იყოს ესე იგი არა ქართველებისთვის ქართული ფეხბურთის ისტორია საინტერესო და აი ხა ამას რო გეკითხებიან ხა წამოვიდიან ბლუმბერგის ისა რამხელა რედაქცია აქვს და რამხელა გამომცემლობა და უცებ ტვინი ხო მართლა სწრაფად მუშაობს რო გაგიჭირდება და აი წამის მიასეთში ალბათ მეთქი რა უთხრა ეხლა რა არგუმენტი ეხლა თან ბევრს ხო მაგდენდო ხო სად აქვს ინგლისელ გამომცემლობას რომ რამდენი ადამიანი ყავს ისა რა ქვია ასეთ იმაზე გასაუბრებას რომ რა უნდა უთხრა ეხლა სწრაფად რომ დაიჯეროს რომ ქართული ფეხბურთი იმსახურებს წიგს და უცებ გამეხსნა გონება ასე უცებ გამინათრა და ერთადერთი რაც უნდა მომეყოდა ხო თორე სად ბევრის მოყოლა კი შემეძლო მაგრამ ბევრი და ხო არ მქონდა და გამახსენდა რომ პატარა რო ვიყავი როგორ დადიოდნენ ქართველები პანტიანში რომელიც თაგორიანი ადგილია და მაშინ საბჭოთა პერიოდში ვარაჩვენებდნენ ევროპულ თამაშებს
განსაკუთრებით ფინალების სანახავად, ევროპული თასების ფინალების სანახავად, ქართველები მიდიოდნენ პანტეონში, სადაც მიქონდა ტელევიზორები და ანტენებით იჭერდნენ თურქეთის არხებს, სპორტულ არხებს. და იქ უყურებდნენ. და გამახსენდა ერთხელ პატარა ვიყავ ისე შთამბეჭდა ვიყო, რომ იქ ხო უკვე ღამე იყო, რომ ღამდებოდა. უკან მომდიოდი ღამე იყო. ეს მახსოვს, ესე იგი მთაში ეს გძელი, ჯაჭვი, მანქანების ჩართული სინათლე, ესე იგი წვდიაჩი, ტყეში რომ მიიკვლევდა, სხვადასხვა ეს კადრი მე მანდარინებში ნახე ეგეთი კადრი თუ გინახავთ. ოღონდ იქ ჯაჭვი არ არის, ერთი მანქანა ფინალი აქვს ზაზა ურუშაძეს ესეთი, ერთი მანქანა რომ ერთი მანქანის სინათლე რომ აპობს ღამის წვდიაც და ეს გამახსენდა და ამ კაცს რომ მოუყევი, არ დამავიწყდება, რომ უყვებ, ეთქობა ემოციურად უყვებოდი, რომ მივხვდი რომ ეს შეიძლება იყოს არგუმენტი ისა რომ დამაჯერებელი, რომ გამიხარდა, ეთქობა მიხაროდა რომ გამახსენდა ეს კადრი. რო უყურებდი რომ ტელევიზორებთან ერთად ღვინის პატარა ბოცები მოქონდათ რომ ესე იგი თან უყურებდნენ. ოღონდ ტელევიზორში ხშირად არაფერი არ ჩანდა, იმიტომ რომ ეგეთი ადვილი არ იყო საბჭოთა პერიოდში პატარა ტელევიზორში მთებში შავ-თეთრი თან. ამიტომ პარალელურად ესა ღვინოსაც ვამდნენ რა თქმა უნდა ქართველები და მაგრამ ფეგმურთ ისე უყურეთ რომ თაში მიდიოდნენ მეთქი და აი ეს არ დამოვიწყდება. რო უყვებოდი ამას, როგორი ოფისი ქონდათ, იცი ამ გამომცემლობას, აი დიდი სივრცე იყო და ტიხარები ქონდათ, მაგრამ საერთო სივრცე და მახსოვს როგორ გამოიხედნათ ჯერ ასე თანარჩენმა თანამშრომლებმა ფიქრეს ეს გიჟი ვინ არისო და მე როგორ გამოვიდა სუყველა და აი ესე აქ მისმენდნენ რომ ყვებოდი ამ ამბავს რომ ესე იგი რა არის ფეგმურთი საქართველოსში და მე ის წიგნი თქვენ რო არ გაქვთ წაკითხული მაგიტო დავწერე რომ მე რო ფეგმურთელი ვიყო იმიტომ რომ რას ნიშნავს ფეგმურთი ქართველისთვის და რა ფუნქცია შეასრულა განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში. ანუ ფეგმურთმა შეასრულა იდენტობა ჩემთვის, აი ჩემი თვითყოფადობა, ჩემი გაიგივება, ჩემს წარმომავლობასთან, ჩემს ისტორიასთან, ჩემი ბრძოლის თავგადასავლთან, რასთავარია თავისუფლებასთან, იყო პირდაპირ ფეგმურთთან კავშირი. ერთადერთი ადგილი, სადაც ამჟამინდელი ბორის სადაც იმართებოდა ხოლმე, სადაც მაშინდელი დინამო თამაშობდა, ჩემი ბავშვობის ისა მთავარი გუნდი, იქ ვიყავი თავისუფალი, იქ არანაირი რეჟიმი არ იყო, არანაირი საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, როცა მით უმეტეს ვამაცხებით მოსკოვის გუნდებს, იმიტომ რომ ჩვენ სხვაგან ვეღარ ვებძოდით, დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით, ერთ-ერთი სადაც შეგვეძლო დაგვემარცხებინა რუსეთის იმპერია იყო ფეგმურთი. ამიტომ დავწერე ეგ წიგნი. აი ქართულ საკლუბო ფეგმურთში რომ არის სტაგნაცია და რეგრესი, საკლუბო ფეგმურთს გულისხმობ, აი ბევრი მოსაზრება მომისმენია რომ ეს არის იმიტომ რომ და რატო იყო მაშინდელი დინამო ესეთი დიდებული რომ ეს იყო ეროვნული ნიშნით დაპირისპირებების გუნდი და შიდა ჩემპიონატში აი ეს მუღამი ესე ვთქვათ არ არსებობს. და ეს არის პრობლემა რომ არ ვითარდება საკლუბო ფეგმურთი. 100 მაგათ მეტი არსებობს თუ შენ გამოიცნობ რა როგორ გამოიყენო ესპანელები ვით ესპანეთის ჩემპიონატი რა ახსენეთ ესპანეთში პირიქით ესპანეთის ჩემპიონატი მაგას ეფუძნება რომ ეს მრავალფეროვნება ეხლა ესპანეთი მასშტაბებში სხვა ქვეყანაა დიდია ჩვენზე და 46 მილიონი არიან ჩვენ პატა 4 მილიონი ვართ გასაგებია რომ ისინი კომუნიდადები ქვია 17 კომუნიდადისაგან შედგება ესპანეთი მაგრამ ამ განსხვავებულობას იყენებენ სწორედ ფეგმურთში ბასკეთი კატალონია ამას გულისხმობ არა მარტო ბასკეთი და კატალონიას არ გულისხმობ ეხლა ეს ეხება გალისიელებსაც მაგალითად ისინი თვლიან რომ ფეგმურთი არის მათთვის ისა იდენტობა. ანდალუზიელიც ასე თავს. ანუ ამას ძალიან სწორად იყენებენ. ჩვენ ამას კი არა, ვერაფერს ვერ ვიყენებთ. მაგას გეუბნებით. ჩვენ ვართ ყველაზე ნიჭიერი ხალხი, ჭკვიანები არა ვართ და მეცაც გეტყვით. ეხლა თბილისის რო ვაკვირდები საქართველოს გუნდებს, ყველას არ ყავს ისეთი მდიდარი და შეძლებული დამფინანსებელი და მეპატრონე. მაგრამ ყავს ზოგიერთს და ერთს ყავს მაგალითად ძალიან მდიდარი, ფული ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ ტვინია ძალიან ცოტა. ვერაფერთ ვერ მიხვდა როგორ ჩადოს ფული სწორად რომ შედეგი ქონდეს ხო გესმით რომ საკლუბო დონეზე ქონდეს წარმატება ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარტო ნაკრები არ არის საკმარისი ბედნიერების სიამოვნებაში განვითარებისთვის მით უმეტეს ამიტომ საკლუბო ფეგმურთი აუცილებლად უნდა განვითარდეს იმიტომ რომ ეს ყოველდღიურობაა ჩვენი და ბევრად ისეთი დამოკიდებულებაა გულშემატკივარს ცნობიარე ჭკუა ყველგან გჭირდება ჩვენ ვართ ყველაზე ნიჭიერი მაგრამ ყველა ჭკვიანები ჩვენ არ ვართ და ჭკვიანები რო გავხდეთ, აუცილებლად უნდა წიგნები ვიკითხოთ და ვისწავლოთ და ვიმეცადინოთ. მე სხვა გამოსავალი გონიერების ისა მიღწევა სხვანაირად არ ხდება. რა ვქნა, ადამიანი მოაზროვნე ხდება მხოლოდ კითხვის და განათლების შემთხვევაში. სხვანაირად ის კაციც ეხა ძალიან ბევრი ფული აქვს, არ დავასახელებს სახელს დაგვართ. იმდენი ტონა ფული აქვს ჩადებული თავის კლუბში და შედეგი არ აქვს, იმიტომ რომ ფული აქვს და ტვინი არ აქვს.
და არის ის როგორ მოახმაროს. ეს არის პრობლემა, თორე როგორ არ შეიძლება სანდაც იმაში დანიაში შეძლოს და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ. ჩვენი იმდენი უპირატესობა აქვს, იმდენი საფუძველი გვაქვს, რომ ქართული შიდა ფეხბურთი იყოს დღესასწაული, მიმზიდველი და ჯადოსნური, რომ ვერ დავამთავრებთ ჩამოთვლას იმდენი უპირატესობა ვერ ვიყენებთ. ძალიან გამიგზელდა მე მგონი რა. რომელი საათია, აბა? ვაიმე. არ დავაგვიანო, არ ცოტა. რაღა დავჭი, ყველაფერი ვთქვი და რაღა დავჭი. ვინაიდან და რადგანაც დროში შეზღუდულები ვართ, ან შენი დროის გამო, ჩემი ეთერი შეზღუდული არ არის. ნუ არ გამოვა ეხა დიეგო მარადონაზე და ლეონელ მესისზე არ საუბარი. მე დაახლოებით ვიცი შენი დამოკიდებულება, რომ მარადონა არის ცალკე ფენომენი და იქ ვერავინ ვერ მივა. რა არის მარადონა, რას წარმოადგენს მარადონა? თავისი სიდიდე რითი და როგორ მოიპოვა და აქ სტატისტიკა როგორც ჩანს არაფერს არ ნიშნავს გატანილი გოლები, ასისტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? აი დიეგო მარადონა. შენი დიეგო მარადონა როგორია და რატო ვერ მივა მესი მარადონამდე ვერასდროს? შეიძლება ერთმა არგენტინელმა მითხრა, არგენტინელმა მწერალმა კოლეგამ ჩემმა, რომ მეც მაგაზე ვესაუბრებოდი ამ თემაზე, რომ ის დიეგოს და მესის, ანუ მაინტერესებდა არგენტინელების თვალებით დანახული დიეგო და მესი, ლეო და ნუ მე მგონი საოცრებაა ლეო მესი, ეხლა ამ ჩემპიონატს დაამტკი, მართლა საოცარი მოვლენა, აი დაუჯერებელი, მართლა დაუჯერებელი. ახლა ის მეორე გოლი გაიტანა იმ ბოლო მატჩში, აი ვერაფრით ვერ მივხვდი როგორ გაიტანა. წარმოუდგენელი რამე. უკვე მეგონა ის მაინც რომ მოძებნა. შესაძლოა დაკარგული. ხო, როგორ წარმოუდგენელი რამე. მაგრამ დიეგო ეხლა როგორც იმ ჩემმა არგენტინელმა მეგობარმა მითხრა, რომ აი როგორ არის, ვიცი, აი როგორც ისლამშიაო, რომ როგორ არის ყურანის მიხედვით, რომ ისა მუჰამედი არის მხოლოდ მოციქულიო, ანუ მუჰამედი არის მთავარი, მაგრამ ის მაინც მოციქულიო და ალაჰი ცაშიო. აი ესე არის დიეგო და მესი, ხო? მესი მუჰამედივით ყველაზე მთავარია, ყველაზე ესა მართლმორწმუნე მუსულმანებისთვისო, მაგრამ ალაჰი ხო ცაშია, ანუ მარადონა მათთვის არის ყველაფრის ზემოთ. ან მარადონას არ უყურებენ როგორც საფეხბურთო, ანუ როგორც ფეხბურთელი, ალბათ მესი მართლა საოცრება, მაგრამ მარადონა ხო ყველაფერზე ზემოთ არის. ესე ხოჭოს ეგ მე მომეჩვენა მეც ეს შტაბეშტილებმა არამიწიერი მოვლენის დატოვა, ხო ეგ ბავშვებში ადამიანში ადვილი ამოსასწრებია რამდენად რჩება ბავშვი ადამიანში. დიდხანს და თუ სამუდამოდ და მარადონა იყო მარადიული ბავშვი, ხოჭოს მას მე ვუთხარი, რომ ქართულ ენაზე მისი გვარის ეტიმოლოგია დაკავშირებულია ფუძესთან, რომელიც მარადილობას ნიშნავს და გაგიჟდეს და ხოჭოს რას მეუნები? მე ვუთხარი კი აი ზუსტად ესეა მეთქი და ისა და ასეთი ფრაზაც მივაყოლე სანამ ნებართვას თხოვდი რომ მისი წიგნი მეთარგმნა ქართულად. ეს წიგნი რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა სხვათა შორის თუ არ ვცდები ქეთი გორგილაძის დამსახურებით აღმოვაჩინე ესპანეთში. ქეთი გორგილაძე გახლავთ იბერია ქვია, ესე იგი თავარი ქართულ-ესპანური ხიდის შემქმნელია ქეთი გორგილაძე. მე მგონი მან წამაკითხა თუ სწორად მახსოვს კი და ისე მომეწონა რომ დიეგოს სანამ ამას ვეტყოდი რომ მომეცნიებარ თქო მეთქი უთხარი რომ შენზე დიდი მოვლენა აქ არ ჩამოსულა. ანუ მე უთხარი აი ბოვდილანი ჩამოვიდა ჩემ ბავშვობაში საქართველოში, მაგრამ ნუ მე ფეხბურთთან დაკავშირებული შენზე დიდი აქ არავინ არ ჩამოსულა მეთქი ისა. კემპესი იყო ნამყოფი სხვათა შორის, მარიო კემპესი, მაშინ ვალენსიაში თამაშობდა და ეგეც უთხარი რომ მარიო კემპესია მეთქი ნამყოფი. შენი თანამემამულე. ხო და მაგრამ შენზე დიდი მე ვთხარი აქ არავინ არ ჩამოსულა და საერთოდ შენზე დიდი აქ არავინ ამ პლანეტაზე არავინ არ არის. მე უცებ დიეგო მეუნება რომ ისა აი ხო შენ რასაც მეუბნებიო შეგიძლიაო კანიჯარო მოვიდეს გაიმეორო. მე ვთხარი კანიჯარო მოვიყვანო გაიმეორებო. მე ვთხარი კანიჯაკე თუ კიდე სტალინი მოიყვანე გავიმეორებ სიტყვით მეთქი და დაუძახა კლაუდიოს მოდი აი ამათი მწერალი ჩემზე რას ამბობს მოусმინო და უცებ მივხვდი რომ ეს არის აი 3 წლის ბავშვი. ნუ დიეგო მარადონას ვიტყვი ჩემს გარდა არავის არ უთქვამს რომ ყველაზე დიდია დედამიწაზე ან აი ბავშვით გაუხარდა რომ ვაკებდი აი ბავშვით მე არ ვიცი აი ბაღის ბავშვებს უხარიათ მარტო საქართველოში ალბათ ესე რომ შეაქებენ ხო ყოჩაღ რა და ისა რა ქვია რომ მოვიდა კანიჯა რა თქმა უნდა გავიმეორე და ამის მერე თხოვე ისა რა ქვია ნებართვა და დიეგო მითხრა რას მეუნებიო როგორ არ მოგცემ მაგ დერეჩო ქვია ეს აი ეს მარად ესეც აი ბავშვით რა გაუხარდა კიდე იცი რომ ის ხო ყველა ინგლისურად ელაპარაკებოდა მე რა თქმა უნდა ესპანურად დაველაპარაკე იმიტომ რომ არ არის გზნელი გამოსაცნობი რომ
ესპანურენოვან ადამიანს ინგლისურად არ უნდა დაელაპარაკო და გამოვიყენე იქ ისა. სხვა შორის მიშა ახვედიანი იყო კიდე ვიც ასევე ესპანურენოვანია და მიშა არ ვაცილით ერთმანეთს, იმიტომ რომ შევატყეთ რომ მაგრა გაუხარდა დიეგოს ესპანურის გაგონება და ხა ჩემთვის სხვა შორის არგენტინა დიეგომდე დაიბადა. იმიტომ რომ რო აღმოვაჩინე პატარა რო ვიყავი, ესე იგი რომ მინდა რომ იმიტომ მინდოდა ფეხბურთელობა რომ სოფლიო ჩემპიონი გამختارიყავი და საქართველოს ნაკრებს მოიტანა ის სიხარული რაც 78-ში ვნახე ჩემი პირველი ჩემპიონატი იყო როგორ იზეიმეს ბუენოს-აირესში და ისე მომიდა რომ მე რა მოჩინო საქართველოს ვერ გახდება სოფლიო ჩემპიონი არც ქვეყანა გვაქვს არც სახელმწიფო არც დროშა გვაქვს ნუ ხა ქვეყანა გვაქვს უძველესი ცივილიზაცია ვართ მართლა აგერ იმისი არ იყოს რა ქვია სვანურიანის უძველესი ცივილიზაცია ვართ ცივილიზაცია ჩვენი თავგადასავლით ჩვენი ისტორიით იწყება თელ დედამიწას სადაც სწავლობენ ადამიანის განვითარებას და ცივილიზაციის დასაწყისს საქართველოს და ჩვენი წინაპარი სახელმწიფოებია მოხსენებული ისა კოლხეთი იქნება თუ ისა დიაოხი იმიტომ რომ კოლხეთში მოგვადგენ ოქროს აწმის წასაღებად ყველგან დედამიწას ეუბნება რომ ყველაზე განვითარებული იყო დასავლეთ საქართველო და მოგვადგენ იქ და მაგრამ სახელმწიფო არ ქონდა 78-ს დაპყრობილი ვიყავი და მივხვდი რომ ვერ ვიგებდით ის და მე რო აღმოვაჩინე რომ არგენტინამ გვაღიარა არამეზობელ ქვეყნებს შორის ჯერ ამბავი 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებო სულ გადავირი იმის მერე ვარ არგენტინის ნუ ხა არგენტინა არის ნუ ნათესაობის ხარეს ვარ სულ ჩეულები ხა საქართველოს თუ არ მონაწილეობს ნათესაობა ესპანელებზე ახლო ნათესავი ჩვენ არავინ არ აყვავს იბერიელი ხალხი ვარ ჩვენს და ეს ეგენის და ნუ ხა ხმელთაშუა ზღვის აუზგუნოს იბერიული ცივილიზაცია ამას ქვია სიამოვნებით ჩვენ მათ ვეკუთვნით არანაირი საქმე არ ქონდა რუსეთთან არანაირი ჩვენ ვეკუთვნით სულ სხვა ცივილიზაციას უძველეს იბერიულ ცივილიზაციას რომელსაც დაეპატრონნენ მე სხვა და გახდნენ ევროპელები თორე ჩვენ ვართ ყველაზე ძველი ევროპელი რა თუნდა ახლა ამას ვინც იცის ისტორია და ეთნოგენეზისი ყველა დამეთანხმება და არგენტინა არის ესპანური და იტალიური წარმომავლობის ქვეყანა ანუ ესენი ძირითადად არიან არგენტინელები და ის არგენტინელები არიან იტალიელები და ესპანელები მე მეორე მსოფლიო ომის მერე დაიმატეს ცოტა გერმანელები ამიტომ თუ გინახავთ იმიტომ რომ ასე ფითქინა და თეთრი გვარებით შეგხვდებათ გერმანელები იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის მერე მარტო არგენტინა იღებდა გერმანიელები თორე ისინი ჩვენი ნათესაობები არიან ამიტომ ესპანეთი და არგენტინა თუ საქართველოს არ თამაშობს ჩემთვის ესპანეთი და არგენტინა დიეგოზე რაც მინდოდა დამემატებინა მისი სიდიადე გარდა იმ საფეხბურთო დიდებულებისა რაც მას ჰქონდა შექმნა თუ არა იმან რომ ის იყო სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანი და არგენტინელების სიყვარული ხომ არ გააძლიერა ამან რაც მე საბოლოო ჯამში რელიგიურ ფანატიზმამდეც კი არის მისული არა პირიქით როგორც აი დიეგოს ვინც აღმერთებს ვინც ხო იცით ეკლესია მარადონა ქვია ბოლო და ლოცულობენ ისინიც კი ნუ ვინც საღათ მოაზროვნენ მას როგორც მოქალაქეს პირიქით უყურებენ როგორც ძალიან ცუდ მოვლენას იმიტომ რომ ხო იცით თვითონ აქვს ეს აღწერილი იმ წიგში რომელიც მე ვთარგმნე ბარსელონა იმიტომ არ მიყვარს ყველას გონია რომ ნაპოლიში გავხდი ნარკოტიკზე დამოკიდებული სიმღერაში ბარსელონაში გავსინჯე პირველად კოკაინიო და მაგიტომ მეზიზღება იმიტომ რომ იქ მაგან დამღუპაო და თუ გინახავთ ემერ კუშტურიცას ფილმი იქ რო ყვება იქ რო ყვება დიეგო უცებ ცრემლი მოადგება რომ მაგან დამღუპა თორე რა მაგარი ვიქნებო წარმოგიდგენთ დიეგო მარადონა როგორ აღიარებს ესე იგი კაცი რომელიც გამონაკლისია ხო და 8 მილიარდია დედამიწაზე ეგეთი გამონაკლისი ხო არ არსებობს თან ნარკომანი ყოფილიყო და თან მარტო მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ეგეთი რამე არ არსებობს უბრალოდ ისიც კი აღიარებს რა ტრაგედიაა ნარკოტიკი რა საშინელებაა და პირიქით არის არგენტინაში რომ როგორც მოქალაქეს და როგორც სპორტსმენს ის არის ნული ანუ მინუსებშია ის არ შეიძლება იყოს მაგალითი პირიქით ლეო არის როგორც სპორტსმენი და როგორც მოქალაქე და დიეგო არ არის კარგი მოქალაქე უბრალოდ ის არ არის მიწიერი მოვლენა ასე უყურები პირიქით ის როგორც ღვთიური მოვლენა იმიტომარი მაგის სახელობის ეკლესია თორე ყველაფერი ეპატიება მას არგენტინაში ეგ არ ეპატიება ცუდი მოქალაქეობა არგენტინელი არ ეპატიებს ამიტომ ეგ ბევრი არგენტინელთან მისაუბრია მას როგორც განიხილავენ როგორც ყველაზე ცუდ მოქალაქეს იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ღმერთი ასეთ შეცდომებს უშუალოდ თუ ის ღმერთია ხო გესმით როგორც მან დაუშვა იმიტომ რომ შემდეგი თაობის ეს არის კატასტროფა და როგორც მოქალაქეს პირიქით თვლიან რომ ის ცუდი მოქალაქეა მაგრამ ის არამიწიერი მოვლენა ანუ ის რასაც აკეთებდა ის არ შეიძლება მიწაზე ადამიანს ამის გაკეთება შეეძლოს და ნუ ამიტომ ესა როგორც ფენომენს ისე უყურებენ როგორც მოქალაქეს არა ეგ არ ესე იგი იმათაც კი აი გავიმეორე იმათაც კი ვინც ის ღმერთად მიაჩნია იმათაც კი კარგად ესმით რომ როგორც მოქალაქე როგორც სახელმწიფოდ მოაზროვნე ადამიანი ის რა თქმა უნდა ძალიან შემცდარი იყო და ძალიან ბევრი ახალი თაობის ადამიანის იყო ძალიან ცუდი მაგალითი რა თქმა უნდა ეხლა ეგ მეუღებელია
ამიტომ მას არ უყურებენ როგორც სპორტსმენს. ეხლა ლეო წარმოვიდგინეთ როგორი სპორტსმენია, ესე იგი ჯერ გარდა ტალანტისა, როგორი სპორტსმენია, ანუ როგორი მოვლენაა, რომ ჯერ მართლა ტრავმა როგორ არ მიუღია ამ ხელა ისა ლეო, აი ამ ხელა. ფეხებზე რომ დახედოთ, ვფიქრობ და ჩვენები ეხლა ვარსკვლავი ვიყავს, საწყალი როგორი კაშკაშა ვარსკვლავი ვიყავს. გიორგი ჩაკვეტაძე გაწამდა, ესე იგი რა ტალანტი დავკარგეთ ამ ტრავმების გამო. ეთყობა, ეგეც თავიდან უნდა ვისწავლოთ, რომ ეგეც სასწავლია, როგორ არ იყოს სუ ტრავმა. ეგეც პროფესიონალიზმის ნაწილია. რა თქმა უნდა. როგორ არ უნდა მიიღო ტრავმა. ხო, რომ ალბათ, აბა ის არის რა, ხო გესმით. რასაც ლეო მესის ურტყავენ ფეხებში. ხო და აბა გიორგი ჩაკვეტაძე რამხელა ტალანტი და დანარჩენმა მსოფლიომ ვერ ნახა, ვერ გაიცნო იმის გამო რომ აღარ დამთავრდა რა გიორგის ტრაუმები, თორე ჩვენ ხა აი მართლა ხო ის დღესასწაულია ჩვენი ნაკრები ის იმდენი ნიჭიერი და რამხელა განსხვავებას ხა ბოლო ამხანაგურ შეხვედრებშიც ხო გამოჩნდა რომ ის ერთი ტაიმი რაც ჩაკვეტაძე მითამაშა რამხელა განსხვავებას იძლევა საქართველოს ნაკრებს. იმიტომ რომ ის ფუნქცია რაც მას შეუძლია აიღოს თავის თავზე ის ძალიან რთულია და ეგ იშვიათი ტალანტია სხვათა შორის. ეხლა ყველა ქართული ყველა ნიჭიერია მე რომ მკითხო, მაგრამ ეს ფუნქცია ფეხბურთში რაც მას აქვს, ეს იშვიათი ტალანტია. ამიტომ მენანება გიორგი ჩაკვეტაძე სულ ნერვები მეშლება, რომ აღარ დამთავრდა მისი ტრაუმები სამწუხაროდ. ნუ ყველაფერს მიუხედავად არ გვინდა ცუდ ამბებზე, კარგად დავამთავროთ, კარგი ამბებით. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და რა მოითმენს შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომ საქართველოს გავიდეს როგორ მინდა რომ ძალიან მინდა ეხლა გავიგერო ხვიჩა ყვარაცხელიას ვაკანსია ის ხვიჩა ყვარაცხელიას არ ყავს აგენტი საფეხბურთო აგენტი ასეთი ტერმინია მოგეხსენება და ძალიან მინდა რომ მეც გავხდე საჯაროდ მინდა შევთავაზო ხვიჩას ჩემი კანდიდატურა იმიტომ რომ ხვიჩას აგენტი რო ვიყო მარტო ხვიჩა ყვარაცხელიას აგენტი ხო არ ვიქნები საქართველოს აგენტი ვიქნები მთელს დედამიწაზე იმიტომ რომ მარტო ფეხბურთს ამბობს ხო არ მოვყვები რა თქმა უნდა თელ საქართველოს თელ მსოფლიოს ჩავითრე საქართველოს მე არ ვიცი მარკეტინგულად უფრო გამართული კანდიდატურა ვინ შეიძლება იყოს შენს გარდა. წარადგინეთ ჩემი კანდიდატურა. აუცილებლად. მე ვლობირებ ამ საკითხს. კი, მიმართეთ, გააფრთხოს ეკონი ისა, რა ქვია. მოიძებნება კონტაქტები. მოიძებნეთ, მიაწოდეთ ჩემი კანდიდატურა აუცილებლად. დიდი მადლობა და მე შევხვდეთ რომ მე მოგიყვანო. აუცილებლად. სხვათა შორის ახალი წიგნის დაწერა ვაპირებ ფეხბურთზე რომ მითხარი ხვიჩა ყვარაცხელიას ხომ არ შეეხება. ინტიჩი რა თქმა უნდა ხვიჩა ყვარაცხელიას. სხვა შორის იმ რა ქვია, ბოლო ვერსიაში რომელიც გამოსცა ინტელექტმა, ის სხვათა შორის ის გამოსცა სულაკაურის გამოცემულობა ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ძირითადად საფეხბურთო წიგნებს გამოსცემდნენ ინტელექტი და არტანუჯი. და სულაკაურის გამოცემულობა გამოსცა ის არმაზ ახვლედიანის ცხალი კედელი და ძალიან გამიხარდა რომ სულაკაურის გამოცემულობა ქალებმაც აღიარეს ფეხბურთი და ქალებმაც დაიწყო საფეხბურთო წიგნების გამოცემა, თორე ისე მანამდე ყოჩაღები იყვნენ სულაკაურის გამოცემულობა თინა მამულაშვილმა ფეხბურთის წიგნებს არ გამოსცემდა და დაიწყო და მიხვდა რომ ფეხბურთის გარეშე არაფერი არ გამოდის წუთის სოფელში. ასე რომ არ ვიცი როგორ მოვითმენ შემდეგ ჩემპიონატამდე და ისეთი დღესასწაულია რომ ყველას უსურვებ ის სიამოვნო მაქსიმალურად ყოველ ღამე დღე თუ ღამე ჩაგვეძინება გვაქვს ამის საშუალება და ერთი სული მაქვს თუ ურუგვაი ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ყველას მაგას ჩვენზე ცოტანი არიან როგორ არ უნდა გახდეს საქართველოს ერთხელ მაინც მსოფლიოს ჩემპიონი აუცილებლად მინიმუმ მონაწილეობით დავიწყო არავითარ შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატი პირდაპირ მსოფლიოს მოვითხოვოთ შეუძლებელი როგორ ჩე გევარა იყო და ცხონებული აი არგენტინელებზე მიდგა საკ გიყვარს ხოთა შორის ჩე გევარა ბოდო როგორ გიყვარს ჩე გევარა მე ხო ნუ ახლა ჩე გევარას პლუსებიც აქვს და მინუსებიც მაგრამ მას აქვს რამდენიმე ისეთი ფრაზა რომელიც აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ხოლმე მოვითხოვოთ შეუძლებელი გავხდეთ მსოფლიოს ჩემპიონები ხოთა შორის მე რაც ის დღიური წავიკითხე ბევრად უფრო ტოლერანტული გავხდე მისი ხო გასაგებია იმიტომ რომ მაგას ყვება როგორც ექიმი მაგ წიგნის ამბებს ყვება როგორც ექიმი და ამიტომ უფრო ტოლერანტული იქნები მაგრამ ნუ სამწუხაროდ ადამიანი არ არის ნოდარდნობაზის თქმის არ იყოს ისა რა ქვია ხაჭაპურივით მარტო რაღაც ყველი მოგწონდეს შიგნით ან იმითო ძეგლივითო შემოუარეო და ანუ ბევრი ის აქვს რა ხო ის ადამიანი არ არის მარტივი არის რთული მოვლენა და შეგეوارაც ასეთი იყო პლუსებით და დადებითი და უარყოფითიც და ეს ფრაზა ძალიან მიყვარს რასაც ამბობდა რომ მოვითხოვოთ შეუძლებელი მოვითხოვოთ შეუძლებელი გავხდეთ და მსოფლიოს ჩემპიონი და არაფერი აღარ არის თუ შეუძლებელი გაკეთება გინდა ის აღარ არის შეუძლებელი ურუგვაი ორჯერ გახდა პირველად რო გახდა 1930 წელი იყო ურუგვაის ჩადა და ესე ამბობენ კრიტიკოსები რომ იმიტომ გახდა რომ დანარჩენი გუნდებიო გემებით ჩამოვიდნენ დაიღალნენ გზაშიო ნუ კაი დაიღალნენ და დაიღალა ახლა გემში რა უნდა ეკეთებოდა წამოწეკი რა დაისვენ მეორეჯერ ბრაზილიაში მარაკანაზე რო 200,000 კაცი ესწრებოდა და 2-1 დაამარცხა ფინალში ისა რა ქვია
ბასკების წყალობით, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ურუგვაელი ბასკების წყალობით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერი არ არის. ასე რომ მომავალ სოფლიო ჩემპიონატზე მოვითხოვოთ ყველამ საქართველოს სოფლიო ჩემპიონობა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დათო ტორაშვილს ნანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, დაგულე სპორტი YouTube-ზე, დააკომენტარეთ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები, გააზიარეთ, თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სპონსორები Ronix-ი, სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც ნებისმიერ ფაზაზე და ნებისმიერ მოთხოვნაზეა მორგებული, ასევე სპორტული სახუების მწარმოებელი კომპანია JAKA Sport-ი. 5000 გამომწერზე გავათამაშებთ PlayStation-ს, ეს ჩვენი გათამაშებაა. მადლობა რომ მიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.